ქულოს ცენტრში ვართ, ხალხმრავლობა, ყველა გვიყურებს, მაგრამ არავინ არ გველაპარაკება. მოკლედ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სახალხო კონტროლის ჩამოსვლა და პირველი ობიექტი არის ლევანის კაფე. აი ეს არის ასორტიმენტი. ნახეთ როგორი ბორანო, აი ჩქებს, როგორი გემრიელია. ხარჩოც არის, რა თქმა უნდა, აჭარული სინორი. აბა კიდევ რა არის აქ? ისეთი საკმაოდ ინტერნაციონალური მენიუ არის, ხაშლამაც, ხაშიც და გულიაშიც კი. მოკლედ შევდივართ ამ ობიექტზე. თქვენ მზადებით ფლობელი? რამდენი წელი ამუშავებთ ობიექტს? 48 წელი. 48 წელია. და 48 წელია თქვენთან დადის მომხმარებელი. დიახ, ბატონო. ეხა მითხარით, აი ეს ფარდა არის დასაშვები და მისაღებია აი ამ მდგომარეობაში, სინათეს შუქი სამწუხაროდ ცუდია, მაგრამ მაინც გაჩვენებთ, აი სამზარეულოში ეს ფარდა დაუშვებელია. სურსათის ეროვნული სააგენტო თქვენთან იყო როდისმე? კი. მე ჰასპის შესახებ გსმენიათ რამე? ჰასპი რო არის, აი სტანდარტი დანერგვის. კი. თქვენთან რატო არ ფუნქციონირებს? ჰასპი რატო არ არის დანერგილი? ეს ხო მოვალეობა, ვალდებულება. უნდა დანერგოთ, უნდა გააკეთოთ, უსაფრთხოდ რო იყოს მოსახლეობა. ეხა ნახეთ, აი ეს რა არის? მე სახლე ამ წუთში გადაფარი. არა, ამ წუთში ბატონო კატლეტი გაკეთებული და აი ესეთ მასე ხელსახოცზე იყოს არ არის მისაღები. ეს არის მოხარშული ლობიო. ეს არის რა? ხორცი. ხორცი ამას. ჩაყინული. კი ბატონო. ეს რა არის? ხორცი არის. აქ არის ძირითადად ხორცი. ხორცი და ლობიოც არის, რატო აი ესეც ლობიო? მოხარშული ხორცია, რომელსაც არ გარეცხავთ, უბრალოდ ამოიღებთ, გაავღობთ და შემდეგ. მოხარშულიობა ის გარეცხვა აღარ უნდა გაგარეთ. კი ბატონო, გარეცხვა რო არ უნდა, მაგას ლაპარაკობ, ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ ეს ჰერმეტულად შეკრული არ არის და ამდენი რამე გაქვს ზევიდან დაყრილი ბატონო და ეგ არის ზუსტად. ნახეთ ბატონო, მე რას ვამბობ? აი თქვენ, აი ნახეთ ეს ლობიო, გიდევთ აქერ. ამას მე აიღებთ და ჩადებთ და დაადებთ ამაზე. ეს ძირი ხო არის ბინძური? ამის თქვა მინდა. ძირი ახლა აი ნახეთ, გადაიღეთ ბინძურია, მაგრამ იმის შემდეგ რომ ჩავდე, მაშინ გავსურვდა და ესე. არ გედავებით, აი როგორ უნდა შეგედავოთ, მითხარით, მაგრამ კონტეინერში უნდა იყოს, თავდახურული უნდა იყოს, ძვირფასო. აი ასე არ უნდა იყოს, აი წვდომ ამას ჯვარედინდა დაბინძურებაზე რომ საუბრობთ, ზუსტად, აი ეს არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული, არ შეიძლება. მაცივარი მე ნახეთ, ჩემი ძვირფასო ნაცივარი უნდა სუფთავდებოდეს. აი მოდით ჩავიხედოთ, მოგწონთ? არა, საღამოს გავცლი, აი იგივე მდგომარეობა, ნახეთ როგორ არის. აი ნახეთ ქვევით რა, როგორ ის არის. ეს ხო არ არის გაყინული, ესე რა ქვია, მოხარშული. მოხარშული და მზა პროდუქტი ერთად ხო არ შეიძლება? აი ზუსტად ჯვარედინია. ეს რძის პროდუქტია, ეს რა არის? კარაკი. არაჩვეულებრივი აქ დამზადებული კარაკი, რძის ცხიმზე დამზადებული ეს ცხიმი. საოცრად ეკოლოგიურად სუფთა. მაგრამ რომ გავსვავ და გავაკეთე, მაშინ უფრო გავიგებ ჩემო. კარგი. ერთი სიტყვით, მაცივარში ძალიან გთხოვთ, რომ წესრიგი იყოს, რომ არავითარ შემთხვევაში აი ესე ჩაყრა პროდუქტის არ შეიძლება, ეს უკვე დანაშაულია და გთხოვთ, რომ მაქსიმალურად მიხედოთ. ეხლა რაც ეხება თვითონ სამზარეულოს. ნუ კედლების გარეცხვა, დეზინფექცია შესაძლებელია, არაუშავს, ყოველ შემთხვევაში მცდელობა იმის, რომ რაღაც მოაწესრიგოთ, გააქვთ. ბადე აუცილებლად უნდა გაიწმინდოს. აი მაინტერესებს, აქ ლევანია და იქით ლალი. ერთმანეთის რა ხართ? ბიძაშვილები ხართ და გადაწყვიტეთ, რომ კაფეები გაგეხსნათ. რატო? კარგი მზარეულები ხართ თუ რა არის მიზეზი? ალბათ. რა გამოგდით ყველაზე კარგად? აი პოპულარული კერძი რა არის? ხაშლამა. ეს ხო კახურია, რა? აჭარულიც არის. აჭარულიც. მაგ არის მშრალი ხაშლამა და ჩვენთან წვნიანი. აჰა, გასაგებია. ლევანი თქვენ ხართ? დიახ, ბატონო. კი ბატონო, მოკლედ ჩვენ ვართ ახლა ლევანთან სტუმრად. აუცილებელი ატრიბუტი არის ტელევიზორი კუთხეში. აგერ ბატონო ხელსაც დაიბან თუ მოხვედი საჭმელის წინ. მაგიდები ძალიან უბრალო, მაგრამ მაგიდები არის სუფთა, უნდა აღვნიშნო და იატაკიც სუფთაა.
ნახეთ აქ პატარა კუპეც არის გაჩვენოთ. აი. ბატონო, კუპე. აგერ ბატონო, ფარდა. აჰა. და არავინ არ დაგინახავს. აი, ფარდას. შემოხსნი და აგერ ბატონო, იჯექი და იქეიფი რამდენიც გინდა, ხო? ნუ აი რა გითხრათ, ძალიან პატარა და უბრალო კაფეა, მაგრამ 48 წლიანი გამოცდილები. წარმატებებს გისურვებთ ბატონო ლევან. არ დავიწყებ ახლა მკაცრ კრიტიკას, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ეს არის მაინც მაღალმთიანი აჭარა და აქ შეიძლება ის კომფორტი არ არის, რაც აქვთ ქალაქელებს, მაგრამ ცდილობენ, აი ნახეთ, აი როგორი კომპოტები და როგორი მჟავი აქვთ, ეს ალბათ სახლში ოჯახში გაკეთებული და შემოტანილი აქვს. ბევრ სტუმარს გისურვებთ წარმატებას და არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ აი ეხლა ვიმყოფებით ხულოში. წყლებს რატო ინახავთ? წყდება ხოლმე წყალი? თითქოს რომ გაწდეს უნდა იყოს და წყდება ისე დროებით წყდება. აქ საშინელი ობისოკუა. აი ნახეთ როგორი მდგომარეობაა, აქ ცუდი მდგომარეობაა და იმედია რომ აქაც უნდა სუფთავდებოდეს ერთი სიტყვით, ასე არ შეიძლება. აი ესეც დაუშვებელია, აი ესეთი საფარები არ შეიძლება. პლასტიკატით დამალეთ, იღებოდეს პლასტიკატი, გაწმენდა რომ შეიძლებოდეს. ამას ეს არის ჭუჭყის დამგროვებელი, ბატონო. აი ჭუჭყი რო არ დაგროვდეს, ეს არის წელია მუშაობდა მასე დაგროვდა. აი ხა კავა კარადები ვნახოთ, კარადებშიც აი ჭუჭელი ვნახოთ რა მდგომარეობაშია, აი შევხედოთ, აი. ძალიან ბევრი ზედმეტი რამე გაქვთ. უნდა გამოლაგდეს, უნდა დალაგდეს, ბატონო, ყველაფერი, აი თქვენ სოხთებით. კარგით, ბატონს თავს დავანებებ და თქვენ დიასახლის დაგისვამთ ასეთ კითხვას. ოღონდ გულწრფელად მიპასუხეთ. ოჯახში ასე ხო არა გაქვთ? ვისაკ ოჯახში ახლა? არა. თქვენ ოჯახში? დარწმუნებული, კი, და დარწმუნებული ვარო, არა გაქვთ ეგრე. და იმიტომ გეუბნებით, აქაც ისე გააკეთეთ. ესეც ხო თქვენი ოჯახია. აქ ჭუჭყია და სერიოზული ჭუჭყი არის. ამას როდის მინდათ? არა, თევზი შეწვით და მეუბნებით რომ გარეცხელია. არ არის ჩემ. გარეცხელი. გარეცხელი არ არის ეს გარეცხელი. აი ეს გარეცხელი არ არის. აი ეს გარეცხელი არ არის ქალბატონო. არ არის ეს გარეცხელი. ეს ზუსტად არის მერე ის, რაც იწვევს სიმსივნურ დაავადებებს. აი ეს გარეცხელი არ არის ძვირფას. ხო და ამიტომ რო არ გვინდა, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. აი ესენიც აქ არ შეიძლება, ესენიც გამოსაყრელია, გადასაყრელი. ესეც აი ასე არ შეიძლება. აი ეს ყველაფერი არ შეიძლება. ეს ყველაფერი უნდა იყოს სუფთად და მოწესრიგებული. თქვენ ხო ამას ხმარობთ ყველაფერს. აი ნახეთ. მაგი მომისმენე ყოველთვის მინდა საერთოდ აი ეს ბატონო არასდროს არ გაწმენდილა. ეს არის გაბიდნული და აი აგერ შეხედეთ, აი აგერად შეხედეთ. თქვენ წმინდავთ იმას, აი წვეთები ამ წუთში არ არის კი ბატონო, მაგრამ საშინელი კონდენსატია მაინც. თქვენ თვითონ ხო ხვდებით ბატონო, აი ყველგან ცხიმია, ნახეთ ძირსაც რა მდგომარეობაა. ყველგან არის სრული ანტისანიტარია და ყველა დაალაგდება დილას. დილას მობრძანდით ასე თუ იქნება და არა, ბატონო, ეს რო ერთი დღის არ არის, ეხლა და ეს რო ერთი დღის არ არის, ამას რათ უნდა ლაპარაკი, აი შეხედეთ. აი, ნახეთ. კედლები ნახეთ რა მდგომარეობაშია. ეს ყველაფერი უნდა იწმინდებოდეს. აი, გამწოვი ორთქლი არა, ორთქლი სხვა რამეა. ეს არის ცხიმი. კი, გასაგებია, ღმერთმა მუშაობა მოგცეთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ისე გააკეთეთ, რომ გემრიელთან ერთად უვნებელიც იყოს. მით უმეტეს არაჩვეულებრივი პროდუქტი გაქვთ და ამ არაჩვეულებრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ისეთი საჭმელი გააკეთეთ, მარტო გემრიელი კი არ იყოს, უვნებელიც იყოს. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, მე თბილისიდან რო ჩამოვედი და ხულოში რო ამოვედი და პირდაპირ პირველი თქვენი ობიექტში რო შემოვედი და გვერდზე კიდე ქალბატონთან რო შევალ, საიდან ვიცი თქვენი ობიექტის შესახებ? აი ზუსტად ვისაც არ მოწონს, იმათმა მომწერეს.